აღმოვაჩინე ერთი სტატია, სადაც ამბობდით, რომ ბევრისთვის აქტუალური იყო თქვენს იმიჯზე ქილიკი და უარყოფითი კომენტარები. რა იყო? ბევრისთვის აქტუალური იყო თქვენს იმიჯზე ქილიკი და უარყოფითი კომენტარები. კი, აქტუალური კი არ იყო. აი თავიდან რომ დავიწყე, წაღვერი და თბილისი რო გახდა ძალიან პოპულარული და ვირუსულად გავრცელდა და ეხლა ვირუსულად გავრცელება მარტივია, იმიტომ რომ სოციალური ქსელია, TikTok-ია და მარტივია და მაშინ არ იყო ეს და რა თქმა უნდა, კარგთან ერთად წამოვიდა უარყოფითიც და იცი როგორ იყო რაღაც პერიოდი ცოტა მოდაში იყო, აი ცოტა უტყდებოდათ რომ ეთქვათ რომ მოსწონთ ეს სიმღერა. რატომ? ნუ რატო არ ვიცი, მაგრამ ესე იყო და მე აი ეხლაც ესეა პრინციპში, რომ აი 1, 2, 3 თუ დაწერს რაღაცას, აი მე თითქოს ტრენდდება ცუდის დაწერა და იყო ეს პერიოდიც ჩემს ცხოვრებაში, თუმცა დიდად არაფერი შეუცვლია და არც ჩემზე უმოქმედი, უბრალოდ ხვდებოდი რა როგორ იყო.